პირდაპირ ეთერში დილიდან საღამომდე. ცოტა დრო გრჩება, მოდით მე ისევ სტუდიაში გადავალ და შემდეგ ბოლო კითხვას დავსვავ. აქ სტუდიაში ვიგულისხმე თქვენი სტუდია თელარა გელანტია გვერდება პირდაპირ ეთერში ახალგაზრდა გამორჩეული ნიჭიერი ჟურნალისტი. თელარა, რას გვეტყვის შენ პირდაპირ ეთერში? მივესალმები პირველის მაყურებელს, რა ვიცი, რა გითხრათ, ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის, ახალი ენერგიით, ძველი გუნდით, უფრო მეტი შემართებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია და ჩვენი რესპონდენტების, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი ზოგი დასასვენებლად არის და ასე შემდეგ. რა მინდა ვთქვა, რომ ხშირად ვამბობ, რომ ზუსტად ვიცოდი, როდესაც მაესტროს მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენი პროექტების დახურვის, ჩვენ ამით არაფერს არ ვკარგავდით. ერთი თვე ისე გავიდა, რომ ვერც ვიგრძენი თავი, რას ნიშნავს უმუშევრობა, რაღაც დეპრესია, არა, იმდენად სწრაფად დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ ახალი არხი უნდა გვეპოვა, ჩვენ ისევ უნდა გაგვეგრძელებინა მუშაობა, რომ ამის დრო ნამდვილად არ გქონდა და ამ ძალას გვმატებდა მართლა და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ჩვენი რესპონდენტები, მაყურებლები და განურჩეულად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ორიენტაციისა და ამას ჩემთვის ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ერთია ბიზნესი და მეორე მთავრობა, რომელსაც ყველაზე მეტად ვაკრიტიკებდით და მე განსაკუთრებით ხშირად მიწევდა, იმიტომ რომ ძირითადად მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, იმ კანონებზე მიწევდა თემების გაკეთება და სხვათა შორის ერთ-ერთ კანონზე ხვალაც გვექნება ექსკლუზივი, სადაც კარგად ჩანს ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის სასახელო კანონი ბრჭყალებში, ამაზე უკვე ხვალ მოგიყვებით. დამაინტრიგე უკვე ესე. მიუხედავად ამდენი კრიტიკისა, როდესაც ბოლო გადაცემა გქონდა და პირადად მივწერე ყველა მინისტრს ეკონომიკური ბლოკიდან, სხვა თქვათ პირველ პირებს, მათ შორის პარლამენტარებს, არავის არ უთქვამს უარი, რომ მათ თავისი აზრი დაეფიქსირებინათ, ვიყავით თუ არა ჩვენ საჭირო და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყოველდღიურ ფორმატში ასეთი პროექტების არსებობა, ასე რომ დაკარგა მაესტრომ და ძალიან ცუდია რომ ამ ფორმით დაკარგა. მე სამაგეროდ შევიძინეთ ჩვენ. მე ერთადერთი კითხვა მაქვს, ანუ ძალიან ბევრი რამით გამაოცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაესტროს ახალმა მენეჯმენტმა. დავიწყოთ იმით, რომ თურმე მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაისის ხელფასი, როცა ჩვენ ბოლო გადაცემა გქონდა 2 ივნისს, ესეც თურმე გახდებოდა სასამართლო დავის საგანი, მაგრამ მე ცოტათი გადამიარა ამ გაკვირვებამ, იმიტომ რომ ერთი თვის თავზე მაესტროს პიარმა გააკეთა კომენტარი, რომ ჩვენც დავზარალდით ფინანსურად და ამიტომ არ ვაძლევთ და გარკვეული პრეტენზიები ჩვენს გვაქვსო, არა და ჩვენ მეორე დღესვე ვუთხარით მათ, რომ გიორგი საკაძის გარეშე გადაცემები ვერ გაგრძელდებოდა დიდხანს, მაგრამ ჩვენ კანონის თანახმად დავრჩებოდით ერთი თვე და შემდეგ წავიდოდით. თუმცა ეს ალბათ მათ ვერ გათვალეს და ერთი მთავარი კითხვა, რაც მაქვს მაესტროს დირექტორთან, მაგრამ მას არ ვიცი, სხვა მედია საშუალებების მიმართ მგონი ფობია აქვს და თავის ჟურნალისტებს კიდე ალბათ მხოლოდ იმას ეუბნება, რაც სურს და არ პასუხობს კითხვებს, არის ის, რომ როდესაც მე და ჩემი სამი თანამშრომელი თავდაპირველად ეს ვთქვათ უფლებამოსილება შეგვიჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსთავი ორის ეთერში რამდენიმე წამი გამოვჩდით და ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს და თურმე ამით შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ დაგვეზიანებინა არხის რეპუტაცია. მე მაქვს ერთი კითხვა, ჩვენ მე ასე მძიმე დავაზიანე მაესტროს რეპუტაცია თუ ზურავ ნაყეურმა, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და როდესაც მოვიდა არხზე კრიზის მენეჯერის მანდატით, ის მართლაც და კრიზის მეიკერი უფრო გახდა ვიდრე მენეჯერი. მადლობა თელარა, მადლობა, უკვე ეთერში გელოდებით. ახლა ნინოსთან უნდა გადავიდეთ და ბოლო კითხვა უნდა დავსვა შემდეგ გიორგისთან და პრინციპში ამით უნდა დავასრულოთ ეს გამოშვება. ნინო, შენ რა სიტყვი? მე ერთადერთი ინგა, რაც შემიძლია დავამატო და იმიტომ რომ დროშიც უკვე შევჭიდროვდით, ერთადერთი შემიძლია გუნდზე ვთქვა, რომ ეს არის გუნდი, რომელიც არასდროს არ ჩერდება, არც არასდროს არ გაჩერდება და ეს არის ის გუნდი, რომელსაც მხოლოდ წინსვლა შეუძლია. და ჩემი აზრით ამის პრეტენზიაც გვაქვს, რომ ვიყოთ პირველები და რა ვიცი, ჩემი აზრით ვიყოთ პირველები მხოლოდ პირველზე. კი.
დიდი მადლობა გოგოებო და ასევე მადლობა დათოს რომელიც მაგ სტუდიიდან გვერთვებოდა მე ყველას გისურვებ წარმატებას და ხვალ დილიდან უკვე გელით პირდაპირ ეთერში გადმოვინაცვლებ სტუდიაში ასევე გისურვებ წარმატებას ხვალ დილიდან უკვე თითოეულ თქვენგანს და მინდა რომ გიორგიმ დაასრულოს ჩვენი ეს გამოშვება გიორგი სულ ბოლოს რას ეთყოდი ხვალინდელ ახალ ეთერამდე მაყურებელს ხვალინდელ ეთერამდე მაყურებელს ვეთყვი რომ გუნდმა რომელმაც გაცილებით მეტი დაიმსახურა ყოველ შემთხვევაში ვიდრე მე ესეთი ხელმძღვანელია ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გამოავლინა თავისი მაყურებლის და თავიანთი პარტნიორების წინაშე მე მინდა რომ ამ მაყურებელთან ერთად მათ უსურვო წარმატება რადგან მათი წარმატება გაიგივებულია ჩემს წარმატებასთან და ეს გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი კონტრაქტი რომელიც არის ახალი საფეხური ჩვენი გუნდისთვის ჩვენ არ გავჩერდებით არც კონტრაქტზე ჩვენ გვექნება ბევრი სხვა ახალი პროდუქტი და ახალი მიღწევები და ჩვენ ბევრ მოდელს ვამუშავებთ ახალი თემებისა და ეს არ იქნება მხოლოდ სატელევიზიო მედია და ჩვენ ვაპირებთ ზრდას TV პირველთან ერთად ყველა იმ ადამიანთან ერთად ვინც გვერდში დაგვიდგა მთელი ამ ხნის განმავლობაში და მე შემიძლია დავადასტურო უმთავრესი რომ ხვალიდან ის ვაკუუმი ერთგვარი რომელიც წარმოშობილი იყო ქართული ბიზნეს სექტორისთვის და ნებისმიერი ადამიანებისთვის ვისაც აინტერესებს ქვეყნის განვითარება ვისაც აინტერესებს ქვეყნის წინსვლა სწორად გადადგმული ნაბიჯები და ვისაც აინტერესებს იმ ადამიანების ხილვა ვინც ამ ფერხულში ჩააბა სრულიად საქართველოს კერძო სექტორი და ასევე საჯარო სექტორი ხვალ დილის 9 საათიდან უკვე TV პირველზე ექნებათ საშუალება იხილონ მონატრებული წამყვანები და სახეები რადგან ისინი მათ უბრუნდებიან ძველი ფორმატებით შესაძლოა მაგრამ განახლებული ენერგიით და რაც თავარია პრეტენზიით რომ ჩვენ ვართ პირველები ბიზნეს მედიაში და შესაბამისად ამიტომაც ვართ TV პირველზე. ნამდვილად მე მინდა დაგეთანხმოთ და მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ. მეც ასევე ველოდები როგორც მაყურებელი პირველ რიგში თქვენს პროექტებს და ასე რომ ხვალიდან ყველა ერთად პირველზე ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში ხვალიდან უკვე ვიწყებთ სრულიად ახალ პროექტებს პირდაპირ ეთერში გავა დილის 9 საათიდან საქმიანი დილა შემდეგ უკვე ბიზნეს კონტრაქტი ამასობაში ჩვენს ეთერში ვარ და ასე 5 თვეში ჩვენ პირველი ეტაპი გავიარეთ ხვალიდან TV პირველი თავისი სიცოცხლის მეორე ეტაპს იწყებს. მადლობა რომ გვიყურეთ ხვალამდე.